რაც მქონდა ყველაფერი განადგურებულია და ჩასაცმელი აღარაფერი აღარ მაქვს ფაქტიურად. ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ოჯახი სრულიად განადგურებული დარჩა. დაზიანებული ასევე დამწვარი ფართის პერიმეტრზე პირველ სართულზე მცხოვრები ოჯახიც. ჩემი შვილის ოთახებია, 3 ოთახი იყო, აი ეს ოთახი და ეს 2 ოთახი. 3 ოთახია ჩემი შვილის განადგურებული და ერთი ამ ქალბატონის დამწვარი. და დაბლა არის კიდე ერთი მოსახლე, იმასთან წყალია ჩასული, დამწვარი არ არის, მაგრამ წყალია ჩასული. და უფრო მეტად ჩვენი 3 ოთახია, 4 ოთახი დამწვარი. ამ ქალბატონისი და ჩემი. 4 წელია ჩვენ რაც ცხოვრობთ აქ. უჭირდა ბავშვს ქმარს არის გამოცილებული და 2 შვილთან ერთად ცხოვრობდა აქ. სხვაგან საცხოვრებელი ადგილი არ ქონდა. და ეხლა სულთლად ისე დარჩა ცის ქვეშ ბავშვებიანა. ითები ყველაფერი მქონდა ქალბატონო ოჯახს რაც სჭირდება, ყველაფერი იყო. ყველაფერი აბსოლუტურად არც ჭურჭელი მაქვს, არც ჭიქა, არც ჩასაცმელი ვაფშე არაფერი არ მაქვს. ხანძარი ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში, სადაც რამდენიმე ოჯახი სხვადასხვა დროს თვითნებურად არის შესახლებული 15 მაისის საღამოს 6 საათის შემდეგ გაჩნდა. როგორც გვეუბნებიან, ადგილზე მალევე მივიდნენ სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადები, მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურების წარმომადგენლები. ხანძრის კერის ლიკვიდაცია რამდენიმე საათში გახდა შესაძლებელი.